ვიცი რამოდენიმე ახალგაზრდა ვინც წასულა და უკან აღარ უნდა ჩამოსულა. ნიჭიერება გადის. ეგ ჩვენ საუბედურებს ხას ვახმარ ჩვენ გონებას და ნიჭა ენერგიას ასეთი რამე. საუკეთესო რესურსის ტვინების გადინება ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგება. მოსახლეობის დიდი ხნით ემიგრაციაში წასვლას მოქალაქეები დიდ წილად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ უკეთესი განათლების მისაღებად მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის. სამუშაო საძიებლად და სასწავლებლად კი ევროპის ქვეყნებს ირჩევენ. მეც მთელი ცხოვრება საზღვარგარეთ გავატარდა სამუშაოდ რა თქმა უნდა. აბა სხვა არის ეგ ყველა მხარეს ეხება რა სასწავლებელსაც სამუშაოთაც გააჩნია ოჯახს როგორ მდგომარეობა ისე ჩვენი რეალობა ადრეც ესე იყო საუკუნეებიდან დაყოლებული ეს ტრენდისმა ნიჭიერება გადის ეგ ჩვენ საუბედურებს ხას ვახმარ ჩვენ გონებას და ნიჭა ენერგიას ასეთი რამე დაცლილი ეფექტიურად საქართველოში არ არის ისეთი სამსახური რომ თავით ირჩინო ამ ხელაქირა იხადო მაგის გამო მიდის საზღვარგარეთ ხალხი ვიცი რამოდენიმე ახალგაზრდა ვინც წასულა და უკან აღარ უნდა ჩამოსულა აი ამან რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ის ზიანი რომ საქართველოში ქართველი ადამიანი აღარ დარჩება და აი არ ვიცი სამუშაოდ სასწავლებლად სამოგზაუროდ კარგი პირობები რო შეძლო აქ იმიტომ მივიდა საქსტატის მონაცემებით ბოლო 10 წელში ემიგრაციაში წავიდა 815,600 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 265,000-ზე ნაკლები.